რასაც ვიდეოზე ხედავთ, ასეთი ფორმის მწვანელის შენახვა მაცივარში არ შეიძლება. გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, სუნსათის უნებლობის სპეციალისტი. ასეთი ფორმით მწვანელის შენახვისას არსებობს რისკი იმისა, რომ ბაქტერიები გამრავლდეს, რადგან შექმნილი არის ისეთი გარემო, წყალი, ჟანგბადი და ტენიანობა, რაც უქმნის ისეთ პირობებს ბაქტერიებს გამრავლებისთვის. ამიტომ მაცივარში შენახვის დროს წინასწარ გარეცხილი მწვანილი უნდა გავამშრალოთ მაქსიმალურად კარგად და უნდა გადავიტანოთ კონტეინერში და ასეთი ფორმით შევინახოთ. ასეთი ფორმით შენახვა უზრუნველყოფს იმას, რომ ბაქტერიების არსებობის შემთხვევაში არ გამრავლდებიან, ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც იქნება უსაფრთხო. და არსებობს ასევე მეორე მეთოდი, თუ როგორ შევინახოთ ზამთრისთვის მწვანილები. კარგად გარეცხილი მწვანილები უნდა გავამშრალოთ სალფეტკით, რომ არ გაყვეს ზედმეტი ტენი, ისეთი რაც პროდუქტს არ ჭირდება. შეგვიძლია გამოვიყენოთ ვაკუუმის აპარატი და დავავაკუუმოთ მწვანილები და ესე შევინახოთ, რადგან ეს ვაკუუმის შენახვა სწორედ ისეთი პროცესია, სადაც ბაქტერიებს არ ეძლევათ შანსი გამრავლების. გარდა მაგისა, შეგვიძლია მოვათავსოთ ყინულის ფორმებში წყალთან ერთად და შემდეგ პირდაპირ გამოვიყენოთ მომზადების დროს. ეს ისეთი მეთოდია, რომელიც მწვანილს უნარჩუნებს მის გემოვნებულ თვისებებს, მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ჯანსაღი მწვანილია, რომელიც ახლად მოყვანილი და მოკრეფილი რომ გამოვიყენოთ, მაგრამ თუ გსურს ჩვენ რომ გარკვეული რაოდენობის მწვანილი შევინახოთ ზამთრისთვის, ეს ორი მეთოდი სწორედ არის ის, რის საშუალებითაც გვექნება ყოველთვის ჩვენს მიერ წინასწარ შეძენილი და შენახული მწვანილები. მეტი ასეთი ვიდეოსთვის დაარეპოსტეთ და დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი.